ბათუმში გენდერული თანასწორობის ქსელის ინიციატივით ქალთა კლუბი შეიქმნა. 5 კაციანი შემადგენლობით კლუბი ქალთა საჭიროებებზე და პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს. როგორც გენდერული თანასწორობის ქსელის კოორდინატორი მაია შარვაშიძე ამბობს, მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქალთა წარმომადგენლობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე დაბალია, რაც პრობლემას წარმოადგენს. კლუბი რეგიონის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება და ლიდერ და წარმატებულ ქალებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მოამზადებს. მაგრამ ერთი ჩემი ბრძოლა შეიძლება მეტი ხალი ყავდეს მომზადებული იმისთვის რომ კლუბები ამოქმედდება რაიონებში. ქალთა კლუბი იმუშავებს ქალთა საჭიროებებზე, რა პრობლემები აქვთ, რა შეიძლება გავაკეთოთ მათ მხარდასაჭერად ამ მიმართულებით, უფრო კონკრეტულად დაკონკრეტდება ეს კლუბი. კლუბში შევლენ სხვადასხვა რაიონის წარმომადგენლები და ვფიქრობთ, რომ თავიანთი სამოქმედო გეგმებიც ექნება. თებერვალში იგეგმება 2 გასვლითი შეხვედრა ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, სადაც ანალოგიური კლუბები ამოქმედება. რა თქმა უნდა, კლუბები მოიცავს მთლიანად რეგიონს. მივდივართ არჩევნებისკენ, გვჭირდება მეტი ქალი, მეტი ლიდერი ქალი, მეტი წარმატებული ქალი და სწორედ ამისთვის ერთიანი ბაზის განსამტკიცებლად მუშაობთ ქალების წარმოსაჩენად.